თბილისში. დაუბრუნდით რეკლამის შემდეგ. ეხლა მე მაინტერესებს მივამიხილეთ ბევრი ცხოველი. არა, იქ რესტორები როგორი ქონდა მანქანას რომლითაც არის. ეს რესტორები. ძალიან ხოხებია ეგ. რესტორები და ამორტიზატორები რა არის? სამაგიეროდ? სამაგიეროდ ახლო და ნაცნობი ხილია ცხოველები. კი, და არა, ჯერ ხო ეს ცხოველები თავისთავად, მაგრამ თვითონ ის მინდა თქვა, არა, სამტრედიაში ეზოიან სახში ვიყავით. ну რაღაცა საერთოდ იმერული ეზოები მაგიტომ მიყვარს. კოპცია, გაქათქათებული მწვანე ბალახი, ხეები, ბუჩქები, ყვავილები, აი ისე აქვს ყველაფერი მოვლილი. სამოსლა აღარ მინდა ისეთ სილამაზე. ძაღლს თავისი ადგილი ქონდა. ის ძაღლი რომ მივადა იმ ყვავილს რომ გაახმო. არაფერს არ აი მაგაშია საქმე. ჰარმონია, ხო სრული. ვიდრე გადავიდეთ კონკრეტულ ესეთ თემას შეეხეთ, არ შემიძლია რომ ახლა ერთი-ორი რჩევა არ მივიღო აქვე. მეგლუდის არ იყოს. მე მითხრა რამოდენიმე, ასე ვთქვათ, სპეციალისტმა, მეძაღლებმა, რომ თუ ეზოში ყვავილები გაქვს, ნარგავები გაქვს და გეძვირფასებაო, არც იფიქრო ძაღლის ყოლაზეო. ანუ გაზრდა არ ხდება შესაბამისად. არა, არის მეთოდები ცოტა უხეში. ან რამე ჯიშები ხარ არსებობს, რომლებიც არ ერჩიან არა, ნარგავებს. ძაღლს ყველას უნდა ყველას აინტერესებს მოსანიშნია ის ადგილი მაგის ტერიტორიაზე. არის მაგის საშუალება. ეს კი არა, მეცაც გეტყვით ამერიკაში კიდევ ვიცი და იმიტომ ამერიკაში ზოგიერთ ქალაქში, ზოგიერთ შტატში სახლის წინ ღობის გაკეთებას გზავნავს კანონი, შტატის კანონი. და ღობე არ აქვს, მაგრამ ძაღლს ეკრძალება იქით გადასვლა, იმიტომ მეზობლები რაღაც სიუჩივენ და რაღაც და ასწავლიან. აი, უბრალოდ ბორდიური პატარა თქვა აგურებით ან რაღაც ბუჩქებით გაკეთებული. ასწავლიან რომ იმის იქით არ გადავიდეს. რაღაცა ძიმეშ რომ აიქნება. მე კიდე ძიმე არა, აი ელექტროსაყელურები და რაღაცები, ნუ არის მაგის. აი ელექტროსაყელურები, მე აქ წყნეთში მაქვს ნანახი, ჯერ მეგონა რომ რაღაცა თვალი მატყუებს. ესე იგი ეს ელექტრო გაყვანილობა იყო ესეთი და რაღაც ისიქი ძაღლი ვერ მოდიოდა. ხო. მოიჭა გაყვანი მართულები იყო თუ? არა, ეს ელექტროსაყელური იყო, რომ იცით როგორ არის? ჯიშას აზრებს. ვინი იყენებს ახლა ზოგიერთი ისედაც დენ სულტყავს და მათ ახსოვს. არა, ეს იყო გაზდის ვიბრაცია აქვს იმას სუსტი, სხვადასხვა დონეები აქვს. პატარა ვიბრაცია უბრალოდ რომ ყურადღება მოგაქციოს მე. მერეც კმოტონებდა ეტყობა. ხო, ეტყობა მე ძალიან მქონდა ჩართული. ყოველ შემთხვევაში კაჩებნიკზე ლაპარაკი. ლილუს არ დაჭირდა მოკლედ ეგ ამბები არ ჭირდება როგორც გავიგე. ლილუს არ ჭირდება. პატარა იყო ჯერ 4-5 თვის იყო ჩაკეტილი ყავდა თავის სახში იშვიათად უშვებდნენ მაგაზე მე ბევრი ველაპარაკეთ კი გუშინას ველაპარაკეთ განვაგდეთ საუბარი არ შეიძლება დაღლის და ჰასკის მithumetes ჩაკეტვა და იმერეთში ჰასკის ყოლა საერთოდ ბუნებრივი ეგრე არ არის იმაში ჯერ სამტრედიაში რამდენიმე ჯიშენი ძაღლის ზადიოდა ანუ ყავთ ჩვეულებრივად ქუთაისში რამდენი ყავთ შენაძის თვალსაზრისით შენ არ ხარ იმის მომხრე ხო რომ არაბუნებრივი კლიმატია საერთოდ საქართველოს ამ ჯიშის ძაღლებისთვის ბუნებრივი კლიმატი რა ქნას ეხლა არის ძაღლი ანუ ჰასკისთვის საერთოდ საქართველოს მართლა არის არაბუნებრივი მაგრამ რა კი ყავს უკვე ჩვეულებრივად უნდა მიხედო კიდეს ვთქვათ ეგუება ანუ სითბოს ურჩევნია რომ სიგრილეში იყოს თქო ჩვენთან თბილისში რო არიან ბევრს მოუყოლია რომ ზაფხულში გამოდის და სადარბაზოში კიბეზე სიგრილეში ან სარდაფში და არ შემოდის სახში არავითარ შემთხვევაში და თოვლი თუ წამოვიდა იმას სახში ვერ ნახავ იმ ხო არა რა თქმა უნდა ბევრი არის იგივე ქართული ნაგაზები რა ყავთ ხოლმე კავკასიურ ბეწვი იმათაც რა უნდა თბილისში საერთოდ ქალაქში რა უნდა ნუ რა ვიცი ეგრე მოდაშია ეხლა ნუ ის არის რა ძაღლი თუ ყავს უნდა იცოდე ის მოყვანისთანავე რომ იმას უნდა სირბილი ვარჯიში კუნთების გაზრდა და ბევრი სირბილის თავი და თუ რაღაცა მაშინ არსებობს ესეთი ჯიბის ძაღლები ამოწმული ძაღლები სხვა არის როცა რა თქმა უნდა არ უნდა რა შეარჩია შენი ხასიათის ძაღლი და იმის მიხედვით მე შენი ტერიტორია შეარჩია მანქანისთვის ისე შემწოლილი ძაღლები მოგეწონა ძალიან ადრე ბავშვებთან ვაკავშირებდი ფსიქოლოგი როცა იყო იმის სიმღერაზე კარგი ნახოთ დანიელ ამაზილუ ლილუ ოთხი თვის რა რაღაცა ძალიან მაგარი თანახმობა მოგველის აქცენტით ნახოთ ლილუს ისტორია მასპინძელო სწორად მოვედი აჰა ესე იგი 60-ში ცხოვრობ და ნუ აი ესეთი ეს მოწმობ მთელი ცხოვრება გამოჩნდებათ ავაჯიბათ ეს პატარა ვინა ეს ვინ არის ესა რატო ხავ დაბული ჩვენი ცერკი გოგო დაუშვათ ხო აუშვა გაიქცა მაშინ დაუშვ ვარგამის მოიცა გოგო ეს იგი აფელი ამბავი მიდიქი შენ პატარა ხო ეს რამდენთვის არის სამი არა არაფერი ისეთი განსაკუთრებული ლეკვი იქნება ჩვეულებრივ ცელკი რუნის ჩემთვის ეს არის მეორე ძაღლი ნუ რაღაც გამოცდილება მაქვს საკმაოდ ძაღლებთან
და რავი, ძალიან ცელქია. უყვარს კბენა. და ხშირად არ მიჯერებს. ხასკი ისეთი ჯიში არის, რომ ძალიან რთულად სამართავი ძაღლი არის და ალბათ ასაკიც მაინც უწყობს ხელს, ეს 3 თვის არის და პატარა და უჭირს ხალხთან ურთიერთობა. ზიანოდ არის გადაღებებს თვალს ვადენებთ რუსთავი საშუალებით, თითქმის ყველა გადაღება ნანახი მაქვს და ერთხელაც გამიჩნდა სურვილი, რომ მიმემართა Facebook-ის საშუალებით ზიანოდ არისთან დაუკავშირდი. კითხე ყველაფერი და თვითონ გადაწყვიტა რომ მოსულიყო ჩემთან ენახა ჩემი ძაღლი და დამხმარებოდა. როგორც ხედავ, სუდაბმული ყავთ ძაღლი, ხო? სულ საბელით. დიახ, როცა თოცა გამოყავს, ეზოში სულ მომბული აქვს და ეზოში გამოყავს სასეირნო? დიახ, ეზოში და ქუჩაშიც გამოყავს ხომ. ანუ ეზოში არ დარბის თავის გემოზე, თავის. ეზოში არა. და სად არის დღის განმავლობაში? თავისი ოთახი აქვს. და იმ ოთახში არის ხოლმე. და როცა კარგი ამინდია, მაშინ გამოყავს ქუჩაში ვასეირნებთ. რა ვიცი, ქუჩაშია რა. ხო, გასაგებია. არა, ცოტა მართალი გითხრა, ცოტა უცნაურია ჩემთვის, იმიტომ რომ ლეკვი 3 თვის ლეკვი არის ჩაკეტილი ოთახში და როცა ეზოში გამოგყავთ, დაგყავთ საბელით. ჩემთვის ძალიან უცნაურია და ბუნებრივია, მე როგორც მახსოვს თქვენ ამბობთ, ცელქია ძაღლი. დიახ, ძალიან ცელქი. ცელქი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ გრამ ენერგიას არ ხარჯავს ცხოვრებაში. ოთახში ზის რა უნდა გააკეთოს, დარწმუნებული ვარ იქ რაღაცებს ღრნის, ხო? ღრნის, ხო? სათამაშოებსაც რასაც მოხდება ყველაფერი. რა თქმა უნდა დაღრნის, იმიტომ რომ ენერგია არ აქვს დახარჯული პირიქით. თან ლეკვი ისედაც ძალიან ენერგიულია. ჰასკი ენერგიულია, ემატება ყველაფერი, ლეკვი, ჰასკი და უმოძრაობა. მე როგორც ხვდები, თვითონ ძაღლს არაფერი პრობლემა არ აქვს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ ოდნავ მიდგომა, ოდნავ კი რადიკალურად შევიცვალოთ სინამდვილეში რა. საბელით უნდა გაუშვა გარეთ. დიახ. როცა ასეირნებ. 9 საათი 40 წუთი დილით იმდენივე საღამოს. აუცილებლად. ეს არ თქვა, არ ვიფიქროთ, რომ ეზო აქ ამას ეხა გამოვა, აქ გამოვიყვან, მე რაღაცებს იზამს და მორჩა, მისი დღე დამთავრდა. დილით 9 საათი, საღამოს 9 საათი. და უნდა ავარჯიშოთ. დაჯექი ადექი, მოდი, დაწექი, აი ეგეთ რაღაცებს. ხო, ეს არის აუცილებელი. ამის მერე ნახავთ, თქვენ კი იძახით, რომ ცელქია და არ ესმის, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკალურად ენერგიას დახარჯავს და ენერგია დახარჯული აუცილებლად დაგემორჩილებთ თქვენ, იმიტომ რომ აღარ დაჭირდება რაღაცებზე სირბილი და სადაც გავარჯიშება, დაჯდომა და ეგეთ რაღაცებზე, ხო? აი 1-2 ვარჯიში, 1-2 ისო ვასწავლოთ, ბრძანება. რამე სასუსნავი მინდა თუ გახთ. სოსისი, თუნდაც პური, ან თუნდაც თავის საჭმელი. ხდება? მოიტანეთ, ხო? ეგ რა არის მაგის საჭმელი? მოიცადე 1 წუთი. 1 წუთი, მაჩვენე რამდენი მიცემე. აბა. დაჯექი. არ მიჯერებს, ხო? ახალებს. აღარ ვეთქვი მეორედ, ბრძანებას აღარ გავუმეორებ, ესე დავსვა. ეხლა, კიდე მოდი. ეს დაჯექი. აჰა, დაჯდა ეგრე. ახე. დაჯექი. აი ესე დავაწვეთ მაშინ. კარგი, აბასტადე. თუ გაგირბის ამით თუ გეკაჩება, მოკლეზე დაიჭე. შეჩვეულებრივად და მე თუ გაგირბის მოკლე. მოდი ჩემთან. არ უნდა არა, არც ერთი სიტყვა სხვა. ერთხელ თანას ერთხელ. აჰა, დაჯდა. აბა კიდე. ცოტა უკან გაიწე. აჰა. კიდე უკან გაიწე რო ადგეს. გაიწე უკან, ხო. ეხა უთხარი. აგინდათ რასერჩით უნდა. რატომღაც იყურება აქეთ-იქით. აი ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ დაბმულია და ეზოში სირბილის საშუალება არა. ყველაფერი აინტერესებს. იქ რა მოხდა? იქ რა მოხდა? ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო ამის ბატონი ეს აქ უნდა ირბინოს აი როგორც ლომმა ტყეში რა. და ამ დროს ზის პატარა ოთახში და ცხადია რომ ესეთი იქნება აქტიური ხო და ინერვიული. სალამე, მოდი. მას მოეფეთე. ფეგალგეიცი, გილისმოთ. აზე. კარგი გოგოა, კარგი. ხაშაკჭამოს. ეშინია? მოდი გავუშვათ ერთი რასიზმს, ძალიან უნდა თავის ეზოს დათვალიერება. საწავა. აბა. აუ გაიქცა. აიკარგა. სადა რა ხარ არის? რატო აბონდ?
ეხლა ნახავს თავის იმერს ნახავს. ხეს თან მივა იქ დაყნოსავს ნახე არაფერი განსაკუთრებით. ეს აინტერესებს ამას. ეს რო კონდეს ერთ-ერთი ენერგიის დახარჯვის ფიზიკური და მენტალური ენერგიის დახარჯვის ერთ-ერთი საშუალება არის ეს პატარა ეზო. მე კიდე ამას რო დაემატება გარეთ სერვილი და ვარჯიში ნელ-ნელა დაიხარჯება სულ. დაღლილი ძაღლი არის ყველაზე ბედნიერი ძაღლი მსოფლიოში. რო ადიხარ, სად ადიხარ ხა? აბა, მოდი დავძახ, მიდი, წააქეზე. ბევრჯერ დავძახეთ, მოდი ან რაღაცა. ეს წვრილი ხმით სახელით არა, სახელი ნაკლებად. მოდი. ეშინია. მოდი. ხო, ბევრჯერ რაღაც წვრილად, რაღაც ეთამაშეთ. მოდი, სადა. ო, წააქეზე და მოეფერეთ. მოდი ლილუ, მოდი. კარგი გოგო. მოდი. ყოჩა. კაი გოგო, ხო. ლილუ. ობა, დაჯდა ეგრევე. გაუშვით მოკლედ ამზავა ერბინოს თავისთან. მოდი დროში. აი ესე სახელით კი არა, რაღაცნაირად საინტერესო რომ გახდეს თქვენთან მოსვლა, ისე გააკეთეთ რა. ტაშიც ეს მოფერებით, სიტყვებით, რაღაცეებით, რა ბევრი რაღაცი. მარტო ლილუ არ არის მისთვის მოსვლის ბრძანება. მოდი. აი მორბის. აი ამას გეუბნებით რა. მარტო სახელი არაფერს არ ნიშნავს. აი მე რო შეგითხრა გიორგი და გავჩერდე. რამეს ნიშნავს არაფერს. უნდა მოყვეს მე რაღაცა ხო ბრძანება. ეს არის სახლი? რა მოგეძ მესმინდა ეგეთ სახლი. რა გინდა მშვენიერი სახლია. ესეთი სახლი ქონდეს და ოთახში იჯდეს ზაღლი, სადაც თქვენ ხართ იქ უნდა იყოს რომ შესვლა მოუნდეს. იქ რო ხართ თქვენი ხმას ესმის, ანდახან თქვენ გამოხვალთ. არ უნდა იგზნოს თავი, აქ თუ იქნება, აქ ცოტა ისეთია ხო მოყუჩებულია და დაჩაგრულად იქნება თავს ყველა მიატოვა, აღარავის აღარ უყვარს. იქ რო იქნება და თქვენ თუ დრო დაგინახავ და ხმებს გაიგონებს. იქნება მშვიდი. როგორც სინამდვილეში აღმოჩნდა პრობლემები არ აქვს დახს. უბრალოდ არის პატარა, არის ცელკი და ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. პატრონებს ძალიან უყვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის რაღაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო არ იციან როგორ უნდა მიხედონ ძაღლს, როგორ უნდა მოუვარონ და რას უნდა ელოდონ მისგან. ძაღლს ეხლა კარგად ვილაპარაკეთ დიდხანს საკმაოდ. უკვე მოვილაპარაკეთო ძაღლს ეკნება საკუთარი სახლი ეზოში, ირბენს ეზოში თავისუფლად. ამას გარდა ატარებენ ხშირად და საკმარისი რაოდენობის დროით ატარებენ ქუჩაში და უნდა სახლში გაწვნა. რაც დავიწყეთ 1-2 ბრძანება ვცადეთ და მშვენივრად სწავლობს. პირველი რაც იყო რომ ზიანოდანმა გვირჩია, იყო მოგვიხსნა ჭაჭვი და მიგვეცა თავისუფლება რომ ერბინა ეზოში თავისუფლად ყოფილიყო. ჩვენი პრობლემა შეაფასა იმით რომ დახურულ სივრცეშია და გარეთ გასვლას ვერ ახერხებს. რის შედეგადაც ცოტა აგრესია მოდის ძაღლის მხრიდან და ჭირდება უფრო მეტი სივრცე რომ გაიაროს, გაიცნოს გარემო, შეეჩვიოს, შეეგუოს, ასე ვთქვათ და რა ვიცი, ასე შემდეგ. ხო, მე და კიკეთში უნდა წავიდე მე მეჩქარება ვერ. მე კიკეთში კაია. ერთი მგონია რომ აუცილებლად გაყვალავს ეს ძაღლი ერთ კონკრეტულ ტრაექტორიას, იმიტომ რომ ჩემი ძაღლი მახსოვს სოფელში რომ ჩავიყვანეთ პირველად, ქონდა მთელი ეზოს შემორბენის ერთი ტრაექტორია და იმ ადგილზე ბალახები აღარ ამოდიოდა. ამისთვის მზად იყო რომ ერთ ადგილას ირბენს და თავისი კვალი ექნება. ნახუმანური მისია ქონია, გარდა იმისა რომ დაეხმარე ძაღლსაც და პატრონსაც ესეთი თავისუფალი და ესეთ ბედნიერი ლილუ სულ არ იყო კადრების დასაცურების დასაცურების. ამინისტრებულებით ისე დარბოდა ეზოში რომ ნუ არ ვიცი, ლამის პირველად გაუშვე და გაგიჟდა ზაღლი და თან ლეკვე პატარა საერთოდ არაფერი არ ჭირდა არც ძაღლს, უბრალოდ მცირე ინფორმაცია უნდა და მის პატრონებს. პატრონები გიждდებიან ეს ეწყობოდა დამოკიდებულებაზე და აი თვითონ უშუალო პატრონი ვინც არის, არ იყო თურქეთში ყრიმ დღეზე, იყო მაგის დედა დიშვილები რა, ეს გოგო და ბიჭი. და ესენი ძალიან კარგად თulen ერთად ცხოვრობენ. ის დღემდე გუშინას ველაპარაკე მეთქი. აი ძალიან საინტერესო კითხვა დაიბადა მართლა. რო თქვა არ ჩასულიყავი, ან თვითონაც ნუ თქვა არ მიუხვდარიყო, რომ ესე უნდა გაუშვა რა გზას გაუყვებოდა ეს ძაღლი, რა დაემართებოდა. გადაიეოდა? უკვე დააღეჭა იმ თავის ოთახში რაც ნახა, ყუთები იყო ფეხსა. ანუ აგრესიული ხდება? თუ რას ნერვიული, მათ შორის ნერვიულობა მე საერთოდ არ ვიცი, შეიძლება აგრესიული გახდეს. შეიძლება დეპრესია. შეიძლება ხო დეპრესიული, შეიძლება რაღაცა სულ ღნავს თელი ცხოვრება, შეიძლება ვიღაც უკბინოს გააჩნია რა.
ადამიანსაც ხო სხვადასხვანაირი გამოხატულება აქვს ნევროლოგია. ძიანოდა რა სწორედ რო ვუყურებდით ეს გავიკვირვე მე და თქვენ თქვით რომ ყველა ლეკვს ახასიათებს კიბეზე ჩამოსვლა უჭერთ ზოგადად ლეკვებს ზაღლებს საერთოდ უჭერთ იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთყობა ორგანიზმოლებიანს ვერ აღიქოვენ და ჩემი ზაღლის როადის ეხლა დღემდე 6 წლისა როადის ჩამოსვლაზე მე მელოდება რომ მეავდივარ და ჩამომყავს ნუ გააჩინე კიბეს ოღონდ როგორ კიბებზე ეს ერკინის ესეთი ხო რიჭებიან კიბე ეხლა მან ადამიანებსაც უჭერთ ეხლა რო ჩაღავს ანუ ეს დიდი მაგრამ პატარებს ნებისმიერ კიბეზე უჭერთ თავიდან იმიტომ რომ ნუ ასვლა ადვილი არ ხდება და ჩამოსვლა უნდა ჩამოვარდე და ჯერჯერობით უჭერთ რა მე ნელ-ნელა ერთ აკი ჩამოვიდა კი და ბოლოსკენ რო ცოტა საფეხურები რო შევა და უჩქარებენ ხოლმე ხედავე რომ მალე ჩავიდე რომ დავთვალდეს ეს დანჯო თავიდან ყველას ეშინია მოკლედ ესე იგი რეგიონების ძაღლებიც მოვარჯულეთ ხო ნაწილობრივ და ნაწილობრივ მე თვითონაც მოვურჯულდი იმიტომ რომ თბილისიდან გასვლა იყო ჩემთვის 60 სუფთა აერი სიმწვანე და ის რო არის ხო ფარულ კამერაში რო ხოლმე დავიქრება შემდეგი ხო შემდეგი ბათუმია ხო პატარა ანონსი გაგვიკეთე ბათუმი ხო ანონსი რა იქ ვიგრძენი რომ აქ ვიღუპები რატო ვკვდები აი ესეთ რაღაც აღმოხდა და ისეთ ქარიშხალში მოხდი საშინელი ჩვენი ჯიპი დიდი ჯიპი ჩვენი არა ტაქსით ვიყავი მეგობართან ერთად ჯიპში ვიჯექდა და ტაქსი იყო ჯიპი ორჯერ აწია ეს ქარიშხალმა დაახეთქა უკანა ბორბლებზე მე ვიჯექით ან უკან და მაგ პირობებში როგორ გადაიღეთ არა ანუ ეს ღამე იყო მე მეორე დღე გადავიღეთ მაგრამ იმ მომენტში თან ჩემ თვალწინ ბოძებია ესე იმტრეოდა რაღაც და სად ვკვდები ეგ არ გადაიღეთ ეგ იყო გადასა არა მარტო ვიყავი მაშინ ჯგუფი არ იყო ჩემთან მაგრამ მეორე დღეს ძალიან კარგი ოჯახს შევხვდი, ძალიან კარგი ზაღლი პიონერთა რაღაც ეძახიან პარკში. პარკი ხო? იქ ვითამაშეთ ზაღლებთან. იმედია იქ ზაღლი გარეთყავ და ასეებნებენ და კი, არა, მაგრამ ძალიან კარგად თვლიან, რაღაც მცირე ერთი პრობლემა ჰქონდა, არაფერი ისიც მალე. მართლა მაინტერესებს პარკში ზაღლის ენების კულტურა თუ შემოვიდა, ანუ მოსაქმებულის მიხედვა ასე ვთქვათ. არა. და აი მე რომ მაგალითად ვიყო და ვარ პატარა ბავშვის მშობელი ნამდვილად არ მესიამოვნება რომ პარკშისაც მინდა რომ წამოვწვე ასერნებენ ზაღს აი რა ვისი გადაწყვეტილება უფრო გამართლებული არ ვიცი არა ასერნებენ ზაღს თუ ასე სადაც ასერნებს იქ ისაქმებს აუცილებლად ზაღი ნებისმიერ შემთხვევაში კაც მაგიტო გაყავთ ცდილობებით რომ გარეთ არა გახშირ სად გაყავთ ხო და მაგასობა მაგიტო გაყავთ ალბათ ეს თვითონ თვით შეგნება არის პირველ რიგში აბა სხვა რა უნდა გააკეთო მათ ხო ეხა ჩემთვის და არც რამდენიმე ვისაც ვიცნობ ჩემი მეგობრები არავის არ დაუძლებია ბუნებრივია ხო რაღაცას აჭუშხიანებს უნდა აიღო მოაშორო რა უნდა იმით უნდა წახვიდე პარკით ხო და ჩააგდო მე ხო უმარტივესია ხო ნუ სამწუხაროდ ამას არავინ არ აკეთებს 1-2 გამონაკლისის გარდა რამდენჯერმე დაგვირდით მოვალ და გაჩვენებდით კი აი შემდეგი გამახსენეთ მას მოვიდან პარკს და უმარტივესი რო არის იმას მაინც ვაჩვენებ არ არის კაცო დემობუთხო საერთოდ ის აქვს კი უკვე რა ხანია მოწყობილობა აქვს რა ელემენტარულია თუ არ გინდა მეორე ხაზი რამე გეჭიროს არაფერი პარკი ჩაიდე ჯიბეში აი თან მარტივია კი ვაჩვენებ როგორ აქ ვის უნდა ამას დავჭიქა ხო აუცილებელი არის ამაზე ვისაუბროთ იმიტომ რომ ყველა შვილები ყავს და ყველა ბავშვს უთკუცია ფეხი ზაღლის კუცია ეს უნდა მეც ქვიშის ის რო არის პარკებში გაკეთებული სადაც პასკა უნდა გააკეთონ იქ ხო ქვიშა ვუყარ ძალიან მოხდა ხელი ხო მაგრამ პატარა ბავშვების დედებო თქვენ არ გესწავლებათ მაგრამ ზოგადად ბავშვობიდან და სუ პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს ასეთი თვისებების და ფასეულობების ჩანერგვა ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ეს ბლოკი რომ გაგვაცანი ლილუ ხოლო რას ჩაუნერგავენ ბავშვებს და მას შემდეგზე ვილაპარაკოთ მათ აღსდაში რა მონაწილეობას მიიღებს სკოლა ლოგოსი ამას გავიგებთ ჩვენ შემდეგ ბლოკში დავველოდოთ ცოტა ხანი